მარსის ზედაპირზე მიმოფანტული ქვები წითელი პლანეტის წარსულის მრავალ საიდუმლოს მალავენ. ეზეროს კრატერში ფერმკრთალ ქვაში აღმოჩენილი მინერალების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ თბილ, ძლიერ წყლიან გარემოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ხნის წინ მარსი შეიძლება იმაზე მეტად გამორჩეული იყო, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. დედამიწაზე ეს მინერალები წარმოიქმნება იქ, სადაც ძლიერი ნალექები მოდის და არის თბილი კლიმატი ან ჰიდროთერმული სისტემები. მაგალითად, ცხელი წყაროები. ორივე გარემო იდეალურია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი როჯერ ვიენსი. მისი განცხადებით, სწორედ ეს მინერალები რჩება ქვაში, როცა ის 1000 წლეულების მანძილზეა მოქცეული გამდინარე წყალში. დროთა განმავლობაში თბილი წყალი გამორიცხავს ყველა ელემენტს, გარდა იმათი, რომლებიც წყალში უხსნადია, და რჩება მხოლოდ ის, რაც მარსზე ახლახან ვიპოვეთ. მეცნიერი ამბობს, რომ საოცარია სრულად წარმოუდგენელი ისეთი ცივი, მშრალი პლანეტისთვის, როგორიც დღეს მარსია. როგორი იყო მარსი თავდაპირველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში? ეს ის საიდუმლოებებია, რომელთა ამოხსნაც ძლიერ სურთ პლანეტურ მეცნიერებს. სულ მცირე იმიტომ, რომ ასე გავიგებთ, იყო თუ არა ოდესმე წითელი პლანეტა სიცოცხლის აღმოცენებისათვის ხელსაყრელი. მარსის ისტორია მის ქვებში და გრუნტშია ჩაწერილი. დედამიწა კი ამის წასაკითხი ენაა. ხერხი მდგომარეობს გამორჩეული ქვების პოვნაში და მათში არსებული ინფორმაციის გაშიფრვაში, რაც არც ისე ადვილი ამოცანაა, როცა პლანეტა ჩვენგან მილიონობით კილომეტრის მანძილზეა. NASA-ს მარსმავლები კურიოზიტი და პერსევერანსი ამ ფუნქციას ასრულებენ. ამ რობოტებს მეცნიერები დედამიწიდან მართავენ. ქვები მავალმა პერსევერანსმა აღმოაჩინა ეზეროს კრატერში. ისინი უცნაურად ფერმკრთალი და მარსის გარემოსთან შეუსაბამო იყო. ასეთ ქვებს მოცურავე ქვებს უწოდებენ, რადგან ზედაპირზე მოძრაობენ და თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან გადაადგილებულია ისეთი პროცესების მიერ, როგორიცაა ეროზია, წყალი და ასე შემდეგ. ახლახან ამ ქვებისკენ მათ პერსევერანსის ლაზერული ინსტრუმენტი Laser Induced Breakdown სპექტროსკოპი მიმართეს. ეს ხელსაწყო მინერალებს ლაზერულ პულსებს სწორწნის. შედეგები უზარმაზარი სიურპრიზი აღმოჩნდა. ქვების მთავარი შემადგენელია მინერალი კაოლინიტი, რბილი, თეთრი სილიკატური თიხა მინერალი. მარსული კაოლონიტი დედამიწისეულისგან ოდნავ განსხვავდება. არის მნიშვნელოვნად უფრო მტკიცე, რისი მიზეზიც ალბათ მარსის სხვანაირი გარემოა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.